გავიშალეთ. აქტიურად. აქტიურად. ჩარი. Das ლიცენზია. რის? აი მე გურამას. უკაცრავ თქვენი სახელი? მარიამ ცისკარიშვილი. ასაყოლელი ხარ? გონი არ გიცნობთ. მე ვარ ელიზაბეტ ჟამაძე, ვარ 15 წლის. მე ვარ თიკო ამბალია, 18 წლის. მე ვარ მარიამ ცისკარიშვილი, 20 წლის. მე ვარ მარიამ გასანოვა, 14 წლის. ფეხბურთზე შევედი ჩემი ძმასთან ერთად. 12 წლის ასაკში მომიწია რომ ბიჭებს გუნდიდან გადავსულიყავი და ჩემი ძმის გარშემო მეთამაშა ცხოვრებაში პირველად ფეხბურთი. და ჩემთვის ძალიან რთული იყო. მივედი იმ ეტაპამდე, როდესაც არც მინდოდა ფეხბურთის გაგრძელება, რადგან მე შინოდა რომ გოგოებში თამაში არ იქნებოდა ისეთი კარგი როგორც ბიჭებში. გამოვედი კიდეც ფეხბურთიდან, ცოტა ხანი ტენისზე შევედი, დაუბრუნდი ჩემს ძველ სპორტს, მაგრამ 2 თვის შემდეგ მივხვდი რომ ფეხბურთი მაინც ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის და ამიტომ დაუბრუნდი ისევ ფეხბურთს და საბოლოოდ მოვედი კლუბ კვარტალში, სადაც ჩემი გუნდელები მეხმარებიან რომ კიდევ უფრო განვითარდე, ჩამოყალიბდე უკეთეს ფეხბურთელად და ასევე პიროვნებად და მივაღწია იმ ყველა უცნებას, რაც დასახული მაქვს. ფეხბურთის თამაში დავიწყე 11 წლის ასაკში, ფოთის საფეხბურთო სკოლაში ბიჭებთან ერთად, რომლის ხელმძღვანელიც არის ბატონი კახა ეფრემიძე, რომელმაც გზა გამიკვლიია სპორტის სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში ოჯახის ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩემ შემთხვევაში მამამ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოიწვია ჩემს მიმართ და ამის შემდეგ გადაწყვეტეთ, რომ ფეხბურთში შესულიყავით და დაინტერესებულიყავი ამ სპორტით. შემდეგ თამაში გავაგრძელე ხობის კოლხეთში, რომლის ხელმძღვანელიც არის ბატონი ზურგ ლატარია. ასევე ამ ადამიანმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი განვითარებაში. აქედან გავაგრძელე თამაში კლუბ ლანჩხუთში. სადაც ჩემპიონები გავხდით საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში და ასევე ძალიან დასამახსოვრებელიც. თავიდან როგორც ყველა მეც გართობის მიზნით დავიწყე ბავშვებთან ერთად თამაში ეზოში. ჩემს მშობლებს არ ქონდათ სურვილი რომ ფეხბურთი მეთამაშა, თუმცა მალევე შეეჩვენენ. ჩემი კარიერა დაიწყო 10 წლის ასაკში საფეხბურთო კლუბ თვარის კლუბში ბიჭებთან, სადაც ვიყავი ერთადერთი გოგო, რაც ბევრისთვის გასაკვირი იყო, მაგრამ ჩემი მიზანი იყო რომ მეთამაშა ფეხბურთი და განვითარებულიყავი. ჩემთვის ფეხბურთი არის გუნდურობა, გვერდში დგომა, სიყვარული და მეორე ოჯახი, რომელიც ყველაფერში გეხმარება, გვერდში გიდგას. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანს უთქვამს, რომ ფეხბურთი კაცების სპორტია და გოგოს ამ სპორტში არაფერი არ ესაქმება. და ეს არა მხოლოდ უცხოების განმოდის, არამედ არის ისეთი შემთხვევაც, როცა ოჯახის წევრებიც განაცმოდეს, რაც ძალიან ხშირად ძალიან მტკივნეულია. სტერეოტიპები რა თქმა უნდა იყო ხალხის მხრიდან და ასევე მეგობრების მხრიდანაც, რომ ეს სპორტი ბოლოს მაინც კარგ შედეგამდე არ მივიდოდა, რადგან გოგოს სფერო არ იყო და რადგან უფრო დიდი ყურადღება კაცებს ექცეოდა რაღაც ამ სპორტის მხრივ, მაგრამ მე რა თქმა უნდა ჩემი მიზნები მქონდა და ჩემი ოცნებები, რომელსაც გავყევი და მოვედი ამ რეალობამდე დღესაც. ის მეგობრები, რომლებიც ადრე ასე რომ ვთქვათ, უარყოფითად იყვნენ ამ სპორტის მიმართ განწყობილი, ეხლა ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან. ბევრი იყო ისეთი მოაზროვნე, რომელიც ფიქრობდა, რომ ფეხბურთი არ იყო ქალების საქმე. და ისე ვერ ვითამაშებდით, როგორც მაგალითად ბიჭები თამაშობენ. რთული იყო გასააზრებლად, იმიტომ რომ ამ პერიოდში ცდილობ შენი თავის განვითარებას და წინ წასვლას და როდესაც მსგავსი ასრებია შენს ირგვლივ, ცოტა რთულია თავი მოაბა ამ ყველაფერს. არ ვაქცევდი ყურადღებას, რას ამბობდნენ ჩემზე, რას ფიქრობდნენ და ეს უფრო დამეხმარა, რომ უფრო წინ წავსულიყავი. გულშემატკივრის როლი ძალიან ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ის მე-12 მოთამაშეა, რომელიც გვეხმარება. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი მამიდაშვილი, ბექა ჯოგაშვილი, რომელიც ყოველთვის მამხნევებს ყველა თამაშის წინ. ჩემი მთავარი გულშემატკივარი არის ჩემი და, რომელიც სულ გვერდში მიდგას, მამხნევებს თუ პერიოდებშიც და ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი мотиваცია.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ასევე დასამახსოვრებელი მატჩი იყო ლუქსემბურგთან ჩატარებული მატჩი, სადაც 2-0-დან ამოვატრიალეთ თამაში და 4-2 მოვიგეთ, სადაც გულშემატკივრების ემოცია და მხარდაჭერა უსაზღვრო იყო და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ მატჩისგან, რომ თუ ჩვენ რაღაცა გვინდა, შეუძლებელი არაფერია, თუნდაც ის ბოლო 5 წუთიც იყოს დარჩენილი მატჩის. როდესაც საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს, რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, თუმცა იყო ნერვულობის ფონიც, რადგან ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რადგან შენ წარმოადგენ მთლიანად საქართველოს. დასამახსოვრებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში იყო ეროვნულ ნაკრებში, როცა გამომიძახეს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი мотиваცია, ანუ ქალთა ფეხბურთში და ზოგადად ფეხბურთში არის ესეთ მომენტები, როდესაც ზოგჯერ გვიწევს უარის თქმა და იყო ჩემს ცხოვრებაში ეგეთი მომენტები, როდესაც მიფიქრია იმაზე, რომ აი იცი რა, ეს ჩემი სპორტი არ არის ან რაღაც და მაგ დონემდე როცა მივედით, რომ მე უკვე მიწევდა ამ ყველაფერზე უარის თქმა, მოხდა ისეთ რაღაც, რომ ჩემი ცხოვრება ყველანაირად შეცვალა. გამომიძახეს ეროვნულ ნაკრებში. თამაშზე ხوار გახსენდება ეგეთ მსგავსი შემთხვევა? თამაშიდან მოვდიოდით და ავტობუსი გაგვიჩერდა. და რამდენი ღამე ვიყავით ტყეში გაჩერებული. მოგვიწია რომ ავტობუსიდან გადმოსულიყავით და ტყეში ყოფილიყავით დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. იყო ღამე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილები ვიყავით ყველანი და მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახლში გვინდოდა, ეს 4 საათი ძალიან კარგად გამოვიყენეთ, ძალიან ბევრი ვიცინეთ, ვიდეოები გადავიღეთ, დამავებანაც კი ვითამაშეთ სულ სიბნელეში და შემდეგ მოვიდა ავტობუსი და წავიყვანა თბილისში. ჩემი ოცნება არის უბრალოდ რომ ვითამაშო და გავაგრძელო ფეხბურთი, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ოჯახის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და გამიმართლა იმაში ძალიან რომ ჩემი ოჯახი ყველაფერში მეხმარებოდა რომ ეს ოცნება და ეს ჩემი მიზნები ამესრულებინა. ჩემი მიზანი და ოცნება არის დიდ კლუბებში თამაში, როგორიცაა არსენალი, თუნდაც ბარსელონა და რა თქმა უნდა ამისთვის ძალიან ბევრი შრომა არის საჭირო და რადგან ეს გზა ვირჩი, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემი მიზნები და ოცნებები არის რომ ვითამაშო ქალთა ეროვნულ ნაკრებში და ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.